გამარჯობა. ამ რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტში იყო გავრცელებული ვიდეო, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ნაჩვენები იყო ვიღაც მოჯირითე, რომელიც ტრუკებს აკეთებდა. და კომენტარში ეწერა, რომ ეს არის გურული მოჯირითე, რომელიც ამერიკაში გამოდიოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. რაც საერთოდ სიმართლეს არ შეეფერებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ ეწერა, რომ ეს არის ავსტრალია, არის 1936 წელი, გურულები კიდე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის არ ჩასულან ამერიკაში, მხოლოდ რამდენიმე მოჯირითე დარჩა იქ, თითოეულა კაცი. და ეს რომ მივწერე ამ ვიდეოს პატრონია თუ რაც ქვია, შენ საიდან იციო, რატო ხარ ამაში დარწმუნებული? ჯერ ერთი მეოთხე წაიკითხე რა აწერია. მეორე ერთი მე თუ არ ვიცი, აბა ვინ იცის მეთქი. ნახევარი სიცოცხლე ამას შევალიე, რომ მომეწონა გურული მოჯირითების ისტორია და ამაზე წიგნი და ფილმები გამომეშვა. მოკლედ რაც არის. ეხლა საქმე არსებობდა და არსებობს სხვადასხვა ვერსია თუ როგორ მოხდნენ და რომელ წელს მოხდნენ გურულები უცხოეთში. ეხლა მე არ მოვყვები ამ ვერსიებს, იმიტომ რომ შორს აგვიყვანს ეს ძალიან. ყველაზე სანდო არის ის რომ 1891 წლის მიწურულს ან 1892 წლის დასაწყისში ბათუმში მოჯირითების შესარჩევად ჩამოვიდნენ ველური დასავლეთის შოუს წარმომადგენლები თომას ოლივერი და ჯო ჰარტი. და ეს დოკუმენტურად არის დასაბუთებული. ისინი ეწვივნენ ინგლისელ კონსულს ჯეიმს ჩემბერს, კონსულთან იმხანად მოჯამაგირეთ მოსამსახურედ ყოსვათ, ისაც რომ დივნის როლსაც ასრულებდა, იდგა ზემოჩიბათელი კირილი ჯორბენაძე. გაიგო თუ არა საქმის ვითარება, სტუმრებს გამოცხადა, რომ ცხენოსნების შეგროვებაში დაეხმარებოდა. თანხმობა მიიღო ჯორბენაძე ჩამოსულებთან და ვიცე-კონსულ ჰარი ბრიქსთან ერთად სოფელ ბახში მთელ გურიაში ცხენოსნობაში განთულ ივანე დიდი როსტომიძე მახარაძის მეტსახელად მათრახას ოჯახში მივიდნენ. გადაწყდა, რომ ივანე გუნდს შეკრებდა, აქედან დაიწყო გურული მოჯირითების მრავალწლიანი საოცარი საზღვარგარეთული ტურნე. გურულები საზღვარგარეთ პირველად 1892 წელს გაემგზავრნენ ინგლისში. პირველი გუნდი ბახვიდან და ლაჩხუთის რაიონის მცხოვრებლებისგან შეიკრიბა. მომდევნო წლებში ამერიკაში დაახლოებით იმოგზაურა და ახლა დაახლოებით ციფრია ესა და 150-თან მხედარმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო ლაჩხუთის რაიონიდან. მათ სათანადოდ თუნა გაიარეს ქუთაისში შეაკენეს სხვადასხვა ფერის 6 წყვილი ჩოხა ახალუხი, ეს შოუსთვის იყო საჭირო. მოიწესრიგეს იარაღი, ცხენის აკაზმულობა და ბათუმში გაემგზავრნენ ცხენების გარეშე. იქიდან კი ჯერ მარსელში, მერე კიდე ლონდონში. გურულები ინგლისში შეუერთდნენ ცნობილი ამერიკული შოუმენის ბაფალო ბილის Wild West Shows, ველური დასავლეთის შოუს. 1893 წელს კი ისინი ამერიკაში ჩავიდნენ. გურულები რუსი კაზაკების სახელით თითქმის 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე. მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს კაუბოების ცხენოსნურ ტექნიკაზე, ეს დასაბუთებულია. ქართული ცხენოსნების გამოსვლა Wild West Shows მთავარ წარმოადგენად ითვლებოდა. ცირკის და შოუს მეპატრონები გურული მხედრების სახით მიაგნეს ოქროს საბადოს, არტისტებს, რომელთა სანახავად უამრავი ხალხი დადიოდა. საყურადღებოა, რომ ყოველი რესპექტაბელური შოუს მფლობელი თუ მენეჯერი თავს მოვალედ თვლიდა, რომ აუცილებლად ყოლოდა ეგრეთ წოდებული კაზაკების ჯგუფი. გურულებს კიდე სხვადასხვა მიზეზთან გამოეძახდნენ კაზაკებს. უმთავრესი ის გახდათ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა. თანაც ეს შოუს მოთხოვნა იყო, რომ თავი გაესაღებინათ კაზაკებად, რაც ნიჭიერმა გურულებმა ხოშიანად შეასრულეს. მაგრამ ახლა ხშირად მისვამენ ხოლმე კითხვას, რატომ მაინც და მაინც გურულები? ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. საინტერესოა თვით ამ შოუს წარმომადგენლის თომას ოლივერის ისტორია. ის საკმაოდ საინტერესო პიროვნება გახდა, დაიბადა მანჩესტერში, ცირკის მსახიობთა ოჯახში. შოულეს პატარა ოლივერი ყველგანს გასტროლებზე დაყვებოდა, ასე მოხდა 5 წლის ასაკში თბილისში, სადაც კარგი ხანს იცხოვრა კიდევაც. არსებობს ოლივერის ბიოგრაფიის სხვა ვერსიას. ლონდონში დაბადებული 3 წლის ასაკში იგი მოიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. ესეთი ვერსია არსებობს. იყო ეს ნახდა თუ არა, არავინ არ იცის.
იქ ბავშვი იშვილა ფრანგმა ოჯახად და ამის შემდეგ იგი ცხოვრობდა კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში. მომდევნო 18 წლის განმავლობაში ტომას ოლივერმა სხვა ცირკებთან ერთად მთელი რუსეთის იმპერია შემოიარა. ასე რომ სავარაუდოდ ის ძალზე კარგად იცნობდა ქართველი ცხენოსნების, კერძოდ კი გურულების ოსტატობას და საქართველოს შემთხვევით არ ჩამოსულა. უნდა ითქვას ისიც, რომ გურულებს კოზირი ტუზი დაესათ რა, იმიტომ რომ ხა მეგრელები იყვნენ ძალიან კაი ცხენოსნები საქართველოს სხვა კუთხის წარმომადგენლებიც, მაგრამ მაინც და მაინც ეთყობა ეს გურულის სისხარტე, ეს გურულებისთვის დამახასიათებელი თვისებები ერთ-ერთი მთავარი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, თან მაგარი ცხენოსნები იყვნენ და ტრუკაჩები. პრესა იუწყებოდა, რომ ინგლისში ამდენი წლის არ ყოფნის შემდეგ, ეს 1992 წლის ამბავზეა ლაპარაკი, იგი მხოლოდ კაზაკებთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და უშედეგოდ ეძებდა საკუთარ მშობლებს. 1992-96 წლებში თომას ოლივერი გურულებთან თარჯიმნის როლსაც ასრულებდა, მოჯირითები მას თურმე ტომის ეძახდნენ. არ გამოვლისხავ, რომ ოლივერმა რუსულის გარდა ქართულიც იცოდა. აი მოკლედ, პასუხი იმაზე, როგორ მოხდნენ გურულები ამერიკაში. რომ ისე ვამბობ, რომ მაგრად გაუმართლათ რა. და რომ ბაფალო ბილის წარმომადგენელმა ალბათ იცოდა მათ შესახებ და იმიტომაც ჩავიდა სპეციალურად გურიაში. აი დღესაც ეს იყო, კარგად იყავით.